დავიბედოთ ერთმანეთის, სწორედ ეს არის შეკრებილების მთავარი სათქმელი. თავისუფალი ღირსეული ამაყი პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არიღლებიან და არნებდებიან უკვე 36 დღეა ქუჩაში დგანან. ისინი დღევანდელი შეკრებით მადლიერებას გამოხატავენ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ მოითხოვენ რეჟიმის მხრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს. სალომე ლაბაძე გვერდდება რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. ახალი არჩევნების მოთხოვნით და მოთხოვნით არალეგიტიმურმა რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ადამიანები გაათავისუფლოს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც იკრიბებიან. პროტესტის მონაწილეები უკვე გამოჩნდნენ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო ატრიბუტებით, მათ შორის პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, სასტვენებით და როგორც უკვე გითხარით, მოთხოვნით რომ ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და ამ გზით საქართველოს მოქალაქეებმა მიაღწიონ ევროპული მომავლის დაბრუნების უმთავრეს მიზანს. მანამდე კი მოთხოვნაა რომ რეჟიმმა გაათავისუფლოს ტყვეები, ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს დააკავა და რომელთაც სასტიკად გაუსწორდა. სწორედ ამ მოთხოვნით იმყოფება ადგილზე გვანცა აფხაიძეც, კავშირის სიცოცხლისთვის დამფუძნებელი ადამიანი, რომელიც ონკოპაციენტების უფლებებისთვის იბრძოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და იბრძვის ახლაც. თქვენი აკყოფნის მიზანზე რომ გითხრათ და რატომ აქვს აკყოფნას ახლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა რომ ბედობაა, ჩვენ ნახეთ გუშინაც რომ მოქალაქეები ამ სადღესასწაულო დღეების განმავლობაშიც მაინც მოდიან ადგილზე. გუშინ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, არ არის გამორიცხული, იგივე მოხდეს დღესაც. მიგაშინათ თუ არა მნიშვნელოვნად ამ პროტესტის გაგრძელება და რატომ? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის პროტესტის გაგრძელება. ჩვენ ვიბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ. ყველანაირი უსამართლობა დაგვატეხა თავს ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ ყველაფერი გამოგვაცდევინა. ეს იყო სიცოცხლის უფლების შეზღუდვა, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვა. ეხლა უკვე უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებზეც იცალადეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას და არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ვიზეიმოთ მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა და თუ დემოკრატიული ქვეყანა არ გვექნება არც სიცოცხლე, არც ჯანმრთელობის უფლება, რომელსაც გვიზღუდავს ამდენი წელია ჩვენი მთავრობა და გვატყუებენ თითქმის წელიწადზე მეტია. ჩვენ მათი აღარ გვჯერა. სწორედ ამიტომ გაგრძელდება პროტესტი ბოლომდე და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. გვანცა აფხაიძეს უსმენთ, პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სხვა ადამიანებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დღეს მოვიდა. არა საზეიმოდ, არამედ ისევ პროტესტის გამოხატვისთვის და ისევ იმისთვის, რომ ამ გზით მიაღწიოს მთავარ მიზანს, რაც გულისხმობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ გზით ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დაბრუნებას. მინდა რომ პროტესტის ერთ-ერთ მონაწილესაც გავესაუბროთ, ჩემთვის აშკარაა, რომ თქვენ აქ პროტესტის მიზნით ხართ მოსული და ამას აჩვენებს დროშაც, რომელიც თან გაქვთ წარმოდგენილი. რა არის თქვენი მიზანი და რატომ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად იდგეთ ახლა რუსთაველის გამზირზე? დიახ, ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტი პროტესტის მონაწილე ვარ და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს. ასევე ვაპროტესტებთ დაპატიმრებულ ადამიანებს, რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან და აქედან მინდა მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი და უსწრო მხნეობა და მინდა უთხრათ ჩვენ სანამ არ მივაღწევთ მიზანს, რომ თქვენ იქნებით თავისუფალი, მანამდე არ დავიშლებით და სანამ არ მივაღწევთ მიზანს, ასევე ახალი არჩევნების. ეს ამ ქვეყანას ჭირდება. ახალი არჩევნების გარეშე ჩვენ მივდივართ დიქტატორული რეჟიმის ფარგლებში, მოგვიწევს ცხოვრება, ამას საქართველოს საზოგადოება არ დაუშვებს და ერთ-ერთი მათგანი ვიქნები მეც, რომელიც ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის. მადლობა, როგორც მოისმინეთ, დღევანდელი შეკრება არის არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვა, არამედ სოლიდარობის გამოხატვაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნების რეჟიმმა დაატყვევა და უნდა ითქვას, რომ არც ეს იკმარა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და ადამიანების მიმართ გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკე, ზოგიერთ შემთხვევაში წამებაც დადასტურდა რეჟიმის მხრიდან, რაც ბუნებრივია, რომ ასევე არის პროტესტის საგანი და ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვასაც ემსახურება დღევანდელი შეკრება რუსთაველის გამზირზე. მე ახლა მინდა რომ კითხვით გადავიდე გიორგი თავარსკილაძესთან, რომელიც ჩვენზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებს არალეგიტიმურ რეჟიმს, მის ანტიდასავლურ და ძალადობრივ პოლიტიკას და იმყოფება დღესაც რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ, აკყოფნის მნიშვნელობა საზოგადოებას იმ დრომდე, ვიდრე მიზანი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
მაურია, ბოლომდე ვერ გავიგე შენი კითხვა, მაგრამ მნიშვნელობა უწყვეტობისა არის კრიტიკული დატვირთვის დღეს და მე მგონი რომ გადალახულია უკვე რაღაც მნიშვნელოვანი წერტილი, რის მერეც ეს პროტესტი ფიზიკურად აღარ შეჩერდება გამარჯვებამდე. გამარჯვება იქნება რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნები, მაგრამ საკითხავი არის ჩემთვის ის, ხელახალ არჩევნებს ვინ დანიშნავს, იმიტომ რომ ეს ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც ეხლა დღეს იჩემებს ქვეყნის მართვას, არის აბსოლუტურად გასული მომსახურების ზონიდან. გარდა იმისა, რომ მათ შეეზღუდათ მომსახურებებზე წვდომა და ელემენტარულად სასტუმროში ვერ შევიდნენ, ხო? რედისონმა არ შეუშვა ეს, კარგად ვიცით და ეს არ იქნება პირველი და უпроსოდ პირველია, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება, იმიტომ რომ ისინი არიან დასანქცირებულები და ყველა ასეთი დაწესებულება განა უბრალოდ ვერ შეუშვებს, იმიტომ რომ მათ ფიზიკურად თვითონ მიადგებათ ზიანი და ზარალი და დიდი საფრთხე. ასე რომ თავიანთ ქვეყანაში ისინი არიან იზოლირებულები, ქვეყნის მთავარ გამზირზე მიდის უკვე ამდენი ხანია, თვეზე მეტია საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები მიმდინარეობს, მთელი ქალაქი, ქუჩები და ასევე სხვადასხვა ქალაქები არის მარშებით მოცული, წინააღმდეგობა არის ისეთი მძლავრი, როგორც არ ყოფილა არასდროს, ამიტომ მე მაქვს სერიოზული კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ ვერა იმ მომენტამდე მისვლას, როდესაც ისინი დანიშნავენ ხელახალ არჩევნებს. ვიღაცა მაინც დანიშნავს აუცილებლად. გიორგი, ამ ფონზე მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ამ პროტესტმა და მაგალითად ბიძინა ივანიშვილი უკვე შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული როგორც რუსეთის აგენტი, რეჟიმი უკან არიხებს და პირიქით აზრიერებს რეპრესიულ პოლიტიკას. ხო მიიღეს რეპრესიული კანონები, რომელთა ძალითაც კიდევ უფრო გართულდება საპროტესტო შეკრება, ისე რომ მოქალაქეები არ დაჯარიმდნენ ან არ აღმოჩნდნენ საშინაო ასრულების დაწესებულებებში. ხო, აი გამკაცრდა მაგალითად ნიღბის წარების წესი, გაიზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და ასე შემდეგ. აი ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად რჩება რესურსი, რომ ისევ გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში და ისევ გააგრძელონ პროტესტი? ჩვენ ფაქტია რომ გამოვდივართ. ახალი წლის ღამე იყო უპრეცედენტო, ამიტომ ფაქტის სახეზეა ეს რეპრესიული პოლიტიკა და ეს კანონები, რომლებიც ვითომ მიიღეს, ან მიღებაც არ უნდა ვთქვათ, არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, ასე რომ ეს რაღაცა მასკარადი მოაწყეს, ვითომ არსებობს ამ ქვეყანაში უკვე ეს კანონი, მაგრამ ეს სინამდვილეში ემსახურება რას? მათი შიშების გამოხატვას. მათ ეშინიათ ჩვენი ძალის და ამიტომ ერთადერთი ვარიანტი და ერთადერთი სურათი, რაც ჩემთვის არის ნათელი, ეს არის იზოლირებული, მხდალი და დაგსაქსული ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც აღარ გააჩნია მართვის არანაირი რესურსი. ასე პრაქტიკულად საკუთარ თავს წურავს ქართული ოცნება და უფრო და უფრო ახლოვდება ჩვენი გამარჯვება. მადლობა გიორგი თავართილაძეს უსმენით, რეჟისორს, რომელიც ამ აქციების მონაწილეა, უკვე პროტესტის 36 დღე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე და ადამიანები ისევ აქ იმყოფებიან უცვლელი მოთხოვნით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორც გიორგი თავართილაძისგანაც მოისმინეთ, იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი წნეხს აზრიერებს ამ ადამიანებზე, მაინც არის იმის მოლოდინი და ამას აჩვენებს პრინციპში პროცესიც, რომ ეს მუხტი არ ნელდება და მოქალაქეების გადაწყვეტილებას გამოვიდნენ ქუჩაში და ამ გზით დაუპირისპირდნენ არალეგიტიმურ რეჟიმს არაფერისთვის, როგორც უკვე აღინიშნა გუშინ. პრინციპში მოულოდნელად რუსთაველის გამზირი პროტესტის მონაწილეების მიერ გადაიკეტა. აქ იმ რაოდენობის ადამიანმა მოიყარა თავი, რომ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა და რუსთაველის გამზირი დაიკავეს სწორედ პროტესტის მონაწილეებმა. არ არის გამორიცხული, რომ იგივე ვიხილოთ დღესაც, როგორც მე უკვე ვხედავ, თანდათან საპროტესტო მუხტი სულ უფრო აშკარად შეიმჩნევა რუსთაველის გამზირზე, ისმის საპროტესტო შეძახილები, იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ჩნდებიან პარლამენტის შენობის წინ და მოსაოდნელია, რომ აქ დღესაც იქნება აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოხატა საქართველოს მოქალაქეების სათქმელს ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვები და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას.